ამერიკის ხმა წარმოგიდგენთ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან. მე მარია მუგრეხელიძე ვარ. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ ექსკლუზიურ ინტერვიუებს ქართული კოშმარის არაღიარებისა და მეგობარი აქტების ავტორებთან. რესპუბლიკერი ჯო ვილსონი და დემოკრატი სტივ კოენი საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ამერიკის ხმასთან საუბრობენ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. ასე პასუხობს ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო ვილსონი ქართული ოცნების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოსყიდულია და ეგრეთ წოდებული Deep State-ის დავალებით მოქმედებს. ჯო ვილსონი საქართველოს შესახებ წარდგენილი ორი აქტის, ქართული კოშმარის არაღიარებისა და მეგობარი აქტის თანაავტორი და წარმომადგენელია. მას უთხოვეთ განემარტა, რატომ გაამკაცრა მეგობარი აქტი, რატომ ავლებს პარალელებს საქართველოსა და სირიის მთავრობებს შორის და როგორც უდგენია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს. ნახეთ ექსკლუზიური ინტერვიუ რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო ვილსონთან. Congressman, thank you so much for this interview and for your კონგრესმენო, დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. სანამ იმ აქტებზე საუბარს დავიწყებთ, რომლებიც თქვენ წარადგინეთ, მინდა ქართული ოცნების მიერ გამოქვეყნებულ წერილზე გკითხოთ, სადაც თქვენ ეგრეთ წოდებული Deep State-ის ჩრდილოვანი სახელმწიფოს ნაწილად მოგიხსენიებენ, ამბობენ, რომ დეგრადირებული პოლიტიკოსი ხართ, რომელიც საქართველოს აშანტაჟებს. აქამდეც რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოს შესახებ თქვენი აქტიურობის ნაცვლად ფულსაც გიხდიან. რისი თქმა შეგიძლიათ ამაზე? What do you have to say about it? შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოში ვიზიტებისას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იქ გავიცანი. ასე რომ ჩემი ინტერესი არაფერია გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის ვიბრძოდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამან შედეგიც გამოიღო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართულ ხალხს, რომ საბოლოოდ ჰქონდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. So you have together with the კონგრესმენ კოენთან ერთად ქართული კოშმარის არაღიარების აქტი წარადგინეთ. ის მსგავსია იმ აქტისა, რომელიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენეთ. თუ შეიძლება მეტი გითხარით ამ არაღიარების აქტზე და რატომ გადაწყვიტეთ, რომ მისი წარდგენის აუცილებლობა არსებობდა, რატომ იყენებთ სირიის მაგალითს? to be introduced and why Syrian example? Well, indeed, this is in the spirit. President Ronald Reaganis სულისკვეთებით ჩვენ გვსურს მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და არა გლობალური ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და რა თქმა უნდა ამის ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკა აქვს, რომელიც ძალიან წარმატებულია. 1940 წელს ამერიკამ არაღიარა საბჭოთა კავშირის მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია. ჩვენ მათ ყოველთვის დამოუკიდებელ ქვეყნებად მივიჩნევდით. ძალიან მადლობელი ვარ, რომ კონგრესმა ცოტა ხნის წინ უყარა კენჭი იმას, რომ ყირიმი არაა რუსეთის ფედერაციის ნაწილი და ის რომ ისევ უკრაინის ნაწილია. ეს იყო სწორედ არაღიარება ომის კრიმინალი პუტინის ტერიტორიული შეჭრისა. დამასკოში ასადის არაღიარების აქტს კი კონგრესმა 330 ხმით დაუჭირა მხარი. ეს სერიოზული გზავნილი უნდა იყოს ქართული ოცნებისთვის. ამ აქტზე მე და სტივ კოენი, რომელიც დემოკრატია, მე კი რესპუბლიკელი, ერთად მუშაობთ. დამასკოში ასადის დიქტატურა დასრულებულია. ის მოსკოვში გაიქცა, სადაც მისი ადგილია. ეს ომის კრიმინალ პუტინის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ თავიდან შექმნას საბჭოთა კავშირი. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართველი ხალხისთვის. მხოლოდ იმაზე ფიქრიც კი, რომ საბჭოთა კავშირის იმ ჩაგვრის თავიდან დაწყებას სურთ. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანამ ვერ გაიაზროს ის საფრთხე, რასაც ომის კრიმინალი პუტინი წარმოადგენს საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის. მათ რუსებმა უკვე წაიღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ეს მსგავსი პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში გამუდმებით ხდება. ომის კრიმინალი პუტინი დიდი საფრთხეა და ის ქართულ ოცნებას ფასადად იყენებს. თუმცა ბოლო რამდენიმე თვე შესანიშნავი იყო. ომის კრიმინალი პუტინი წარუმატებელი აღმოჩნდა მოლდოვის არჩევნებში და პროდასავლურმა, პროევროპულმა მთავრობამ გაიმარჯვა. რუმინეთში კი პუტინის მცდელობა, რომ ჩარეულიყო მათ არჩევნებში, უარყოფილია და ახლა მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ექნებათ. ასევე დაემხო ასადის დიქტატურა. გარდა ამისა, მამაცი უკრაინელი ხალხი ბრძოლას აგრძელებს. ომის კრიმინალმა პუტინმა თავის ჯარისკაცებს 2022 წლის 24 თებერვალს უბრძანა სააღლომო უნიფორმები ჩაეცვათ ომის დაწყებისას, რადგან მათ ზეიმით გმირულად მიიღებდნენ. რაც რა თქმა უნდა არ მოხდა.
უკრაინელი ხალხი მყარად დადგა ომის კრიმინალი პუტინის წინააღმდეგ. ასე რომ ისევ და ისევ გზავნილი ნათელია. ისტორიულად შეერთებულმა შტატებმა არაღიარების გზით დადებითი გავლენა მოახდინა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საბოლოო გათავისუფლებაზე. ახლა კი სირიელი ხალხის თავისუფლებაზე. ეს არაღიარების აქტის წარდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იქნება ორპარტიული. ნამდვილად მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობას, რათა საქართველოს მოსახლეობას გავაგებინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნაში და არ უნდა მოხდეს მთავრობის აღიარება იქამდე, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება. There should be non-recognition until that occurs. ბოლო სიტყვა მაინც პრეზიდენტ ტრამპზე იქნება. გააქვთ იმედი, რომ ის ამ კანონ პროექტს ხელს მოაწერს? I know he will. He's a დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებს. ის მტკიცე ადამიანია. მან ძალიან ბევრი იმუშავა უკრაინაში ომის კრიმინალი პუტინის დასაბლოკად. მან უკრაინას ჯაველინები გადასცა ტანკების შესაჩერებლად. ისტორიაში პირველად პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცები გაგზავნა. ჩრდილოეთის ნაკადი ორი დაბლოკა. ასე რომ დონალდ ტრამპი თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულია. ჯერა რომ ის რონალდ რეიგანის მემკვიდრეა და გააგრძელებს მის იდეას, რაც მშვიდობის სიძლიერის მეშვეობით დამყარება და ის ამაზე თითქმის ყოველდღიურად მიანიშნებს. of Ronald Reagan, and that is peace through strength. კიდევ ერთი აქტი, რომელიც თქვენ წარადგინეთ, უფრო სწორად ხელახლა წარადგინეთ, მეგობარი აქტია, თუმცა ამჯერად ის გამკაცრებულია და შეეხება ქართული ოცნების ყველა წევრსა და მათი ოჯახის წევრებს. რატომ გაამკაცრეთ შინაარსი? რა შეიცვალა? Well, we've seen the development. ჩვენ ვნახეთ ოლიგარქის განვითარება, რომელსაც ავადმყოფური გავლენა აქვს და არღვევს და ხელს უშლის სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ამის მოგვარება ნამდვილად აუცილებელია. ძალიან მადლობელი ვარ რიჩარდ ჰადსონის, რესპუბლიკელი კონგრესმენის სამხრეთ კაროლინადან, ჩვენი ერთ-ერთი თავმჯდომარის სტივ კოენის, ასევე მარკ ვისის, დემოკრატის სენატორი ტეხასიდან. კიდევ განმეორდები და ვიტყვი, რომ ამაზეც არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა. მეგობარი აქტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მანიშნებელი ქართველი ხალხისთვის იმისა, რომ მხარს უჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მხარს უჭერთ იმას, რომ დემოკრატიული საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. ეს ძალიან მომგებიანი იქნება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ეს მოხდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრებმა, ათობით პარლამენტარმა და ყოფილმა დიპლომატმა მთელი ევროპიდან ფაქტობრივად ყველა ქვეყნიდან ხელი მოაწერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებას და არალეგიტიმური მთავრობის არაღიარებას. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობას. ორივე კანონ პროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხრიდან. თქვენ ამას ბევრჯერ გაუსვით უკვე ხაზი. რატომ ორპარტიული მხარდაჭერა ასე მნიშვნელოვანი? დამეთანხმებით ეს ნამდვილად არაა ის, რაც ვაშინგტონში ხშირად ხდება. Well, the good news, you're right. დიახ, მართალი ხართ. წარმომადგენელთა პალატაში სერიოზული დაყოფა გვაქვს. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ძალთა ბალანსი ძალიან ახლოსაა. კარგი ამბავი კი ისაა, რომ საქართველოზე ორპარტიული ერთობაა. ბოლო არჩევნებით რესპუბლიკელებს უმრავლესობა გვაქვს წარმომადგენელთა პალატაში, სენატში და პრეზიდენტიც ჩვენი პარტიიდანაა. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას დემოკრატ კოლეგებთან. კიდევ უფრო ღირსშესანიშნავი ისაა, რომ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის ერთგვარი შეჯიბრია ხოლმე და ძალიან მსიამოვნებს ის, რომ მეგობარი აქტი ამავდროულად წარდგენილი იქნება სენატშიც. იქაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს სენატორ როჯერ უიკერისგან, რომელიც რესპუბლიკელია მისისიპიდან და სენატორ ჯინ შაჰინისგან, რომელიც დემოკრატია ნიუ-ჰემშირიდან. ასე რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ერთად მუშაობენ და ასევე ვხედავთ, სად დგას დონალდ ტრამპი. ის ნამდვილი ჩემპიონია სიძლიერით მშვიდობის დამყარებაში და რონალდ რეიგანის პრინციპების შენარჩუნებაში. And promoting the principles of Ronald Reagan. My last question to you. You're very vocal about what's going on. თქვენ ხშირად და ხმამაღლა საუბრობთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ჩართული ხართ თამაში. როგორ ფიქრობთ? უნდა ველოდოთ თუ არა მეტ სანქციას და რას გვეტყვით იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი არსებულ სანქციებს? ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ სამომავლოდ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა? Well, I believe the sanctions will be in place. ვფიქრობ, სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გაძლიერდება, ისე როგორც ეს ირანის შემთხვევაშია, მაქსიმალური წნეხი. ჯერა რომ სანქციები გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი სხვაც გავითვალისწინოთ. მაგალითად, ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მისი ოჯახი კუბიდან საბჭოთა იმპერიას გაექცნენ. გვეყოლება სახელმწიფო მდივანი, რომელიც კარგად იცნობს და რომელსაც კარგად ესმის საბჭოთა სტილის მთავრობა, რომელიც ახლა ჰავანაშია. მან კარგად იცის რა არის თავისუფლება და დემოკრატია. ის ამის ნამდვილი ჩემპიონია. ასევე მაიკ უოლცის პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. ისიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე დგას.
ასევე ძალიან მადლობელი ვარ, რომ გაეროში ელჩად ელის სტეფანიკი წარადგინეს. დონალდ ტრამპის მიერ ყველა ამ ადამიანის დანიშვნა მიანიშნებს, რომ ის იმუშავებს რონალდ რეიგანის ტრადიციების მიხედვით, მშვიდობა სიძლიერით, საქართველოს წინსვლასა და თავისუფლებას ვუსურვებ. Well, thank you very much. And progress and freedom for Georgia. God bless. Thank you so much. Thank you. Thank you very much. ინტერვიუ ჯო ვილსონთან შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე amerikis.com. გადაცემას კვლავ საქართველოს შესახებ კონგრესში წარდგენილ კანონპროექტებზე საუბრით ვაგრძელებთ. აქტებს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და რესპუბლიკელ ჯო ვილსონთან ერთად მისი თანაავტორი და წარმომდგენი დემოკრატი სტივ კოენია. ჩემი კოლეგა ეკა მაღალდაძე ესაუბრა კონგრესმენს, ის ახლა სტუდიაში გვერდდება. ეკა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. amerikis.com-ს ჰქონდა საშუალება გაცნობოდა ქართული კოშმარის არაღიარების აქტს. მოდი საუბარი დავიწყოთ იმით, რას ნიშნავს, რას მოიცავს ეს აქტი, რაზეა საუბარი? დიახ, ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, ეს სახელი ალბათ იმაზე უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე შეიძლება რომ საერთოდ იყოს. კონგრესმენი სტივ კოენი ძალიან ხშირად ჩვენთან საუბარშიც და საჯარო განცხადებებშიც უცხოეთის აგენტების წარდგენის შემდეგ, გაზაფხულის საპროტესტო აქციების ძალისმიერი დაშლის შემდეგ ხშირად ამბობდა და იმეორებდა ამ ფრაზას, რომ ქართული ოცნება ქართულ კოშმარად იქცა და ახლა უკვე ვნახეთ ეს აქტი ამ სახელწოდებითაც. როდესაც ამ აქტის მიზნებზე და მიზეზებზე საუბრობს, ის სწორედ ასევე ხსნის, ის 2012 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა და ამბობს, რომ ის სიხარული, ის იმედი, ის ოცნებები, რაც მაშინ ქართულ ხალხში იხილა, ის ახლა ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიზინა ივანიშვილმა ქართულ ხალხს სწორედ ეს იმედები და ეს ოცნებები დაუმსხვრია და სწორედ ამიტომ იქცა ეს ოცნება კოშმარად. რაც შეეხება უშუალოდ შინაარსს, იმას თუ რას გულისხმობს ეს საკანონმდებლო აქტი კონგრესში წარდგენილი, ის პირდაპირ ცალსახად და უშუალოდ ამბობს, რომ უნდა აიკრძალოს აღიარება, ლეგიტიმურ მთავრობად აღიარება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების. ასევე საუბარი იმაზეა, რომ ამერიკამ არათუ არ უნდა აღიაროს ეს მთავრობა, არამედ არ უნდა ჰქონდეს არანაირი ოფიციალური კომუნიკაცია მასთან, ისეთი, როგორც ოფიციალურად ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, პარტნიორ ქვეყანასთან ექნებოდა. ასევე საუბარია იმაზე, რომ ამერიკამ სხვა ქვეყნებთანაც უნდა იმუშაოს იმაზე, რომ გაფართოვდეს ეს ერთგვარი არაღიარების პოლიტიკა და კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი არის ის, რომ რაც ეხება საქართველოს პრეზიდენტს, აქტში საუბარია ის, რომ მანამ სანამ საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება, საქართველოს ბოლო საყოველთაო წესით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს მიჩნეული საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ცხადია, რომ შევაჯამოთ, ეს ყველაფერი ეფუძნება იმ აღქმას და იმ შეფასებას კონგრესმენების მხრიდან, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი და სწორედ ამიტომ ამის შემდგომ დაკომპლექტებული ხელისუფლება და პარლამენტი არ არის სამართლიანად არჩეული და მათი არჩეული პრეზიდენტი ასევე ვერ იქნება ლეგიტიმური. ეს არის მოკლედ შეჯამება აი ამ აქტის მიზნების. ჩვენ ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ ამ აქტებს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთად მუშაობენ ამ აქტებზე. ეს არ არის ის, რასაც ხშირად ნახავ ვაშინგტონში, როგორც წესი, ამ ორი პარტიის წარმომადგენლები ბევრ რამეზე უპირისპირდებიან ერთმანეთს, თუმცა წლებია უკვე საქართველოსთან მიმართებაში ერთნაირი მიდგომა აქვს. მოდი ვისაუბროთ იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს ამ ორპარტიულ მხარდაჭერას. დემოკრატების მხარდაჭერა ახლა რესპუბლიკელებით დომინირებულ კონგრესში კანონმდებლებს მაინც დასჭირდებათ ნებისმიერი კანონპროექტის მიღებისას და ზოგადად კონგრესს რა როლი აქვს საქართველოსთან პოლიტიკის გატარებაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელსაც ახლა სვამენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალიან ბევრს საუბრობენ რესპუბლიკელი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და ამასთან დაკავშირებულ იმედებზე. მაშინ, როდესაც ვაშინგტონში ძალიან ბევრი შიდა პოლიტიკის თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი არის მწვავე პოლიტიკური დისკუსიების და პარტიული განსხვავებების საგანი, ძალიან ბევრი ანალიტიკოსი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გამორჩეულად კარგია ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლები საუბრობენ თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ჭრილში და არა მაგალითად პარტიული მიკუთვნებულობისა და პარტიული შეხედულებების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დემოკრატიული ადმინისტრაცია, როდესაც იღებდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რესპუბლიკელი კანონმდებელი საკანონმდებლო შტოდან ხელისუფლების ეთანხმებოდა და ხშირად უფრო და უფრო მკაცრ ზომებსაც კი მოითხოვდა დემოკრატიული ადმინისტრაციისგან. ასევე საინტერესოა კონგრესის როლი საგარეო პოლიტიკაში, ის რაც მკითხე, ძალიან ბევრი ანალიტიკოსი ხსნის ამას, რომ ბევრი ქვეყანა და ბევრი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ქართული ოცნებაც მათი აზრით, უშვებს შეცდომას, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ
მთელი ძალაუფლება არის თავმოყრილი თეთრ სახლში. კონგრესს მაგალითად შეუძლია კანონის სახით მიიღოს სანქციების დოკუმენტი, სანქციების პოლიტიკა და ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მოხსნა, მისი შეცვლაც თავად მხოლოდ კონგრესს შეეძლება და ასეთ გადაწყვეტილებაზე თეთრ სახლს არანაირი გავლენა არ ექნება, მაშინაც კი თუნდაც თუ კი ის მას ამ საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოს ერთი და იგივე პარტიის წარმომადგენლები აკომპლექტებენ და აკონტროლებენ. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რაც ძალიან შესამჩნევია ჩვენთვისაც, როდესაც მუშაობთ კონგრესმენებთან და ვესაუბრებით მათ, არის ის, რომ ბოლო დროს ერთგვარად გაფართოვდა ქართულ ოცნებაზე საუბრის პერსპექტივა და ის კუთხე თუ როგორ საუბრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, თუ კი ბოლო დრომდე გვესმოდა დემოკრატიულ უკუსლასთან დაკავშირებული განცხადებები, დაგმობა, კრიტიკა და ასე შემდეგ, უფრო და უფრო ხშირად გვესმის უშუალოდ რესპუბლიკელი კანონმდებლობისგან ის, რომ ქართულ ოცნებას ხედავენ როგორც არამხოლოდ როგორც ავტორიტარულ და შესაძლოა პრორუსულ ხელისუფლებას, არამედ მთავრობას, რომელიც არის მეგობრულად განწყობილი ამერიკის სხვა მოწინააღმდეგეების, უშუალოდ ჩინეთისა და ირანის მიმართ და ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ეს დიდი ალბათობით ქართულ ოცნებას ვერ მოუტანს კეთილგანწყობას ვერც რესპუბლიკელების მიერ მართულ კონგრესში და ვერც რესპუბლიკური ადმინისტრაციის თეთრ სახლში. მადლობა ეკამ. მაყურებელს ვეტყვი, ახლა შეგვიძლია ვნახოთ ინტერვიუ, რომელიც ეკამ ჩაწერა კონგრესმენ სტივ კოენთან. კონგრესმენო, მადლობა დროის დათმობისთვის. ახალი მოწვევის კონგრესში 2 აქტია ინიცირებული საქართველოს შესახებ. რას ნიშნავს ეს აქტები ქვეყნისთვის და მისი მმართველი გუნდისთვის? ჰელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. და ამისთვის საჭირო გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართულ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს. ამჟამად ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა. ეს ივანიშვილის ხალხია. მას ქართული ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს. იქიდან, სადაც ფიქრობ მას სურს რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა. გვაქვს მეგობარი აქტი. პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართული ოფიციალური პირის მიმართ, ოცნების გუნდის მიმართ, რასაც მე კოშმარულ გუნდს ვუწოდებ. ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან ურთიერთობას დაუბრუნდეს. იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა. მაგრამ ახლა ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით. გვაქვს კიდევ ერთი აქტი, რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყოს სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას. ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი. არჩევნებს ვაკვირდებოდი. მოქალაქეები ქართული ოცნების მიმართ ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი იყო ქართული ოცნება და ის მოუტანდა ქვეყანას რეფორმებს. მაშინდელ პრეზიდენტს ბრალდებოდა და ვფიქრობ, მართლაც ჰქონდათ ციხეებში არაადამიანური პირობები და ის ქვეყანას არ მართავდა ისე, როგორც უნდა ემართა. მაგრამ ივანიშვილმა ყველა ეს ოცნება დაამსხვრია და ისინი კოშმარად აქცია. მეგობარი აქტი ახალი მოწვევის კონგრესს განახლებული სახით უკვე წარედგინა, თუმცა რატომ ჩათვალეთ აუცილებლად არაღიარების აქტის ცალკე წარდგენაც? რა დამატებით შრესს ძენს ეს უკვე გაკეთებულ განცხადებებს და მიღებულ ზომებს? რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ, რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში. და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს. ბიძინა ივანიშვილის როლს თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს და მისი სანქცირებისასაც თქვით, რომ ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო. თუმცა ჩვენ არ გვინახავს საქართველოს ხელისუფლების მოქმედი ოფიციალური პირების, მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის ლიდერების მიმართ ფინანსური სანქციები. რას ნიშნავს ან რა გზავნილია უშუალოდ ივანიშვილის სანქცირება?
ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის მუშაობის მიწურულში ვართ და ვფიქრობ, მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი. მნიშვნელოვანი იყო მისის დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია. ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა. ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს, მანამ სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა. დღეისათვის სულ ეს იყო თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან მე მარია მუკრეხელიძე ვარ. მადლობა რომ გვიყურებდით. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. თქვენ კი ჩვენი გადაცემებისა და ანალიტიკური მასალების ნახვა როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე amerikiskhma.com. შემოგვერთდით ჩვენი Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზეც. ნახვამდის.